ნუ იჩქარებთ ყოველთვის. ყველა ძველი სესხი არ ნიშნავს, რომ ავტომატურად არის ხანდაზმული. თქვენ უვალდებული ხართ კანონით დადგენილ ფარგლებში შეამოწმოთ, რომ ხანდაზმული სვადა არის გასული თუ არა, ამავდროულად ამ ვადის განმავლობაში კრედიტორს, ბანკს, მიკროსაფინანსოს, თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი თუ არა, ასევე მნიშვნელოვანია თქვენ ვალი გაქვთ აღიარებული თუ არა და ასევე სესხის გარკვეული ნაწილი გადაიხადეთ თუ არა. თუ აქედან ერთ-ერთი თუნდაც სახეზე იყოს, ეს იწვევს ავტომატურად ხანდაზმული სვადის შეწყვეტას და ხანდაზმული სვადა სულ თავიდან დაიწყებს ათვლას. ასევე მნიშვნელოვანია, თუ კრედიტორს თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი. თქვენ უვალდებული ხართ და გაქვთ უფლება კანონით დადგენილ ფარგლებში და ვადაში წარადგინოთ შესაგებელი, შეისწავლოთ საქმე და განაცხადოთ სასამართლოს წინაშე, რომ კრედიტორის მოთხოვნა არის ხანდაზმული და თქვენ ვალდებული არ ხართ აღნიშნული თანხა გადაიხადოთ. თუ თქვენ ამ ყოველივეს კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენთ შესაგებელს და არ განაცხადებთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა არის ხანდაზმული, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელი გადაწყვეტილებას და მოსარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენი უფლებებით, შეგიძლია გამოიწეროთ ჩემი გვერდი.